ჩვენს ფართო სამყაროში, რომელიც ომშია ჩართული, ადვილია დავივიწყოთ ეს ერთი პატარა ცდომა, რომელიც ხშირად უფრო ცივი ომის ნარჩენს გავს, ვიდრე სერიოზულად მისაღებ რამრამეს. მაგრამ შემდეგ გახსენდება, რომ ეს არის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ერთ-ერთი კონკრეტული ოფიციალური პირის მთავარი სამიზნე. გარდა ამისა, ის ახერხებს თითქმის ყოველ თვეში ერთხელ მაინც გამოჩნდეს სიახლეებში. მართლა, არც ისე დიდი ხნის წინ ჩვენ საუბრობდით კუბური ტანკერების კრიზისზე. დღეს გადავდივართ უფრო სერიოზულ თემაზე, კუბური დრონების დილემაზე. დიახ, აშშ-ს დაზვერვის ოფიციალურ პირზე დახრთნობით გავრცელებული ანგარიში მიუთითებს, რომ რუსეთმა და ირანმა კუბას 300-ზე მეტი სამხედრო დრონი გადასცეს და დამატებითი მიწოდებებიც იგეგმება. ეს ამბავი აჩენს შესაძლებლობას, რომ აშშ-ს მატერიკზე მდებარე ობიექტები საფრთხის ქვეშ აღმოჩნდნენ. და ეს თავის მხრივ კიდევ უფრო უსვამს ხაზს იმ შესაძლებლობას, რომ შეერთებულმა შტატებმა წელს შეიძლება კარიბის ზღვის რეგიონში მეორე ნაბიჯიც გადადგას. მაგრამ რეალური ამბავი აქ ბევრად უფრო რთულია. ამიტომ დღეს დავიწყებ მოკლე მიმოხილვით თუ რა მოხდა ბოლო რამდენიმე თვეში კუბაში, რადგან ბევრი რამ მოხდა, მაგრამ ეს ამბები ირანისა და უკრაინის უფრო დიდ ამბებში დაიფარა. შემდეგ ავხსნი, რა წერია ანგარიში და აქ არაფერს დავმალავ, რადგან ანგარიში გამოტოვებულია მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია რეალური საფრთხის გასაგებად. მიუხედავად ამისა, ამ თემაზე უკეთესი ანგარიშების არარსებობის პირობებში, შემდეგ განვიხილოთ, რატომ შეიძლება რუსეთმა და ირანმა აირჩიონ ეს სტრატეგია. იქ საუბარი ხშირად გადადის პატრიოტის შეზღუდულ რესურსებზე, მაგრამ ამას მალე გავაბათილებთ. დასასრულს უფრო ზოგად კომენტარს გავაკეთებთ დრონების რევოლუციაზე. არსებობს შეხედულება, რომ დრონები უფრო სუსტ სახელმწიფოებს მისცემს ძალას. მაგრამ ეს პირველადი ეფექტია, რომელიც არ ითვალისწინებს თუ როგორ შეიძლება მოწინააღმდეგეებმა უპასუხონ პოტენციურ საფრთხეს. და ეს პასუხები შეიძლება სუსტ სახელმწიფოებს უფრო ცუდ მდგომარეობაში ჩააყენოს, ვიდრე იმ სამყაროში, სადაც დრონები უბრალოდ არ არსებობდა. მაგრამ მოდი დავიწყოთ მოკლე მიმოხილვით რა ხდება კუბაში. გახსოვთ, რომ მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა წარმატებით გადააყენა ყოფილი ჯერ კიდევ ტექნიკურად ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო, აშშ-ს საზღვაო ძალებმა დააწესეს ბლოკადა. უკაცრავად დააწესეს კარანტინი კუბაზე, რაც კუნძულს უშლიდა ხელს, რომ კონკრეტულად ნავთობი შეეტანა. ეს ხუმრობა არ არის. კუბა თავისი საჭიროებების დაახლოებით 60-დან 70%-ის იმპორტით იფარავს, რაც დიდ დეფიციტს ტოვებს. ბენზინი იქ ცხოვრები მოქალაქეების უმრავლესობისთვის ფლესობისთვის პრაქტიკულად აუტანლად ძვირი გახდა და ქვეყანაში ელექტროენერგიის ხშირი გათიშვები დაიწყო. მარტის ბოლოს რუსეთმა კუნძულზე ერთი ტანკერი გაგზავნა, რამაც გამოიწვია სპეკულაციები იმის შესახებ, თუ იქნებოდა თუ არა კუბური ტანკერის კრიზისი, თუ კი შეერთებული შტატები მის შეჩერებას შეეცდებოდა. თუმცა ტრამპმა უკან დაიხია, როგორც ჩანს ჰუმანიტარული საჭიროებების მოტივით, შესაძლოა საკვების მიწოდებასთან დაკავშირებით, და ამით ტანკერს მისცა საშუალება გადმოეტვირთა ასე საჭირო ნავთობი. თუმცა ეს მაქსიმუმ დროებითი გამოსავალი იყო და კუბას მხოლოდ რამდენიმე კვირით დამატებით საწოლს აძლევდა. მას შემდეგ თითქმის 2 თვე გავიდა, დამატებითი მიწოდება კი არ დადასტურებულა. აპრილის დასაწყისში რუსეთმა კუბაში მეორე ტანკერი გაგზავნა, მაგრამ ის უკვე 1 თვეა ატლანტის ოკეანის შუაგულში გაჩერებულია. ეს მიუთითებს, რომ კრემლი არ იზიარებს მექსიკური საჭმლის მიმებს და არ სურს კარანტინის მეორედ გარღვევას სცადოს. ამასობაში CIA-ს დირექტორი ჯონ რატკლიფი და მინიმუმ 3 ოფიციალური პირი ძალიან დაბინდული სახეებით 1 კვირის წინ კუბას ეწვივნენ. ცხადია, კვლავ არსებობს საფრთხე, რომ შეერთებული შტატები ისევ სცადებს სპეციალური მადუროს ოპერაციის გამეორებას, ამჯერად უფრო ახლო კარიბის ზღვის სამიზნეზე. მიუხედავად იმისა, რომ მე არასდროს მიგითავს კუბის ხელმძღვანელობისთვის, სურთ თუ არა მათ ამის მოხდენა, არ მჯერა რომ ისინი ამას ისურვებდნენ. და თუ თქვენ მათ ადგილას იქნებოდით, ალბათ დაიწყებდით გზების ძიებას, რათა შეერთებული შტატები შეეჩერებინათ მსგავსი მცდელობისგან. ამით ახლა შეგვიძლია გადავიდეთ მიმდინარე ანგარიშზე. ეს ამბავი კვირას გავრცელდა, როდესაც Axios-მა ციტირა აშშ-ის მაღალი თანამდებობის პირი, რომელიც თავის მხრივ საიდუმლო დაზვერვით ინფორმაციას ავრცელებდა. კუბამ შეიძინა 300-ზე მეტი სამხედრო დრონი და ცოტა ხნის წინ დაიწყო გეგმის განხილვა, რომ ისინი გამოიყენოს გუანტანამოს ყურეში მდებარე აშშ-ის ბაზაზე, აშშ-ის სამხედრო ხომალდებზე და შესაძლოა Key West-ზეც თავდასხმისთვის. კუნძული 2023 წლიდან იღებს სხვადასხვა შესაძლებლობის საბრძოლო დრონებს რუსეთიდან და ირანიდან, ხოლო ბოლო 1 თვის განმავლობაში კუბის ოფიციალური პირები რუსეთს კიდევ უფრო მეტი დრონისა და სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებას თხოვენ. კარგი, ძალიან საინტერესო ამბავია და კარგია, რომ Axios-მა ამაზე გააკეთა რეპორტაჟი. მაგრამ აქ ძირითადი ინფორმაცია აკლია. ვინც ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე აკეთებს რეპორტაჟს, უნდა ესმოდეს, რამდენად მნიშვნელოვანია ეს დაკარგული ინფორმაცია. და ის ამერიკელი ოფიციალური პირი, ვინც ამ ინფორმაციას ავრცელებს, თუ ნამდვილად ოფიციალურია, მასაც უნდა იცოდეს ამ კითხვაზე პასუხები.
თუმცა სტატია დუმს. კერძოდ, მე მინდა ზუსტად ვიცოდე, რა ტიპის დრონები შეიძინა კუბამ. ამ ეტაპზე drone ზოგადი ტერმინია, რომელიც თითქმის არაფერს გვეუბნება მის საბრძოლო შესაძლებლობებზე, გარდა იმისა, რომ მასზე ფიზიკურად არავინ იმყოფება. ზოგიერთი მათგანი უბრალოდ სადაზვერო მიზნებისთვის გამოიყენება და საერთოდ არ აქვს საბრძოლო შესაძლებლობები. ამასობაში სასიკვდილო სპექტრის ერთ ბოლოში სტანდარტული კვადროკოპტერიც დრონია. თუმცა 300 კვადროკოპტერი ხუმრობაა. ვგულისხმობ, პირდაპირ გამეცინებოდა თუ ვიმე ეროვნული უსაფრთხოების სფეროში ამას სერიოზულად მიიღებდა. ცურთნებზე დრონის პილოტი ჩვეულებრივ დღეში 5-დან 10 დრონს ანადგურებს. არ დაგვავიწყდეს, რომ ეს პირადად ვიცი. თუ ძალიან ოპტიმისტურად განეცნობოდი, ფიქრობდი, რომ 10 დღე წურთნა საკმარისი იქნებოდა და გინდოდა, რომ 100 დრონი დაგრჩენოდა საბრძოლველად, 4 პილოტი გეყოლებოდა. და საბოლოო ჯამში ყველაფერი რაც შეგიძლია გააკეთო მათით, არის ის, რომ პატარა ხვრელები გაუკეთო გუანტანამოს ყურის ობიექტებს. შეიძლება თუ ძალიან გაგიმართლა და ამერიკელი სამხედროები შემთხვევით ცეირნობდნენ ბაზაზე თავდასხმის დღეს, რამდენიმე მსხვერპლი გამოიწვიო. მაგრამ როგორც თქვი, ეს ხუმრობაა. ანგარიში მიუთითებს, რომ Key West-ი, ფლორიდა, შეიძლება იყოს პოტენციური სამიზნე, რომელიც კუბიდან დაახლოებით 160 კილომეტრში მდებარეობს. რთულია იპოვოთ ჩვეულებრივი რუსული დრონი, დაახლოებით იგივე მოქმედების რადიუსით. თუ სავარაუდო მახასიათებლებს ვენდობით, ზალა Z-54 ყველაზე ახლოსაა. მას აქვს 15-დან 25 კილოგრამამდე თვირთამწეობა და მაქსიმალური მოქმედების რადიუსი 200 კილომეტრია. ეს ნიშნავს სამიზნე რადიუსს, რომელიც ასე გამოიყურება. მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ Key West-ში მხოლოდ დაახლოებით 27,000 ადამიანი ცხოვრობს და ტიპურ შაჰედის დრონს 50 კილოგრამიანი თვირთამწეობა აქვს. ასე რომ შეიძლება ვხელავდე, მაგრამ განსაკუთრებული შიში არ მაქვს. ნიშნავენ უფრო საინტერესო იქნებოდა, რომ რეალურ შაჰედის დრონებზე გვესაუბრა. თუ შაჰედის სტანდარტულ რადიუსს გამოვიყენებთ, ახალი შეტევის რადიუსი დაახლოებით ასე გამოიყურება. მთელი ფლორიდა შიგნითაა, ასევე მოხდება მობილი, ალაბამა და ნიუ-ორლიან, ლუიზიანა კიდეზეა. შაჰედები შესაბამისად ბევრად უფრო სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენენ. თუ ამას მაქსიმალური მოქმედების რადიუსის მქონე შაჰედზე მოვარგებთ, თითქმის მთელი აღმოსავლეთის სანაპირო ზოლი საფრთხეშია. მაგრამ რაც უფრო მნიშვნელოვანია და ბევრად უფრო რეალისტურად, შესაძლებელია დარტყმა მიაკენონ ურის სანაპიროს და მის ნავთობის ინფრასტრუქტურას. ამას იმიტომ ვამბობ, რომ შაჰედის შენობაში შეჯახება დამანგრეველია, მაგრამ არა იმდენად დამანგრეველი. ამის საპირისპიროდ უკრაინა მიცის რა ხდება, როცა შორ მანძილზე მოქმედი დრონი მიზანს საკუთარ საწვავის მარაგთან უთხრამს. თუმცა, რაოდენობის კონტექსტში რო განვიხილოთ, რუსეთი ახლა საშუალო დღეში დაახლოებით 300 შაჰედს ან შაჰედის სატყვარას უშვებს. ამიტომ კუბის ყველაზე ცუდი სცენარი ამ ეტაპზე შესაძლოა საშიში ჩანდეს ამერიკელებისთვის, რომლებიც მიჩვეულნი არიან ორი უზარმაზარი ოკეანით დაცულობას. მაგრამ ეს უმნიშვნელოა იმ საფრთხესთან შედარებით, რომელსაც უკრაინა აწყდება. ამ ყველაფრის გათვალისწინებით გადავიდეთ იმაზე, რა სარგებელს იღებს რუსეთი. მოკლედ, სკეპტიკურად ვარ განწყობილი იმის მიმართ, რომ რუსეთი აქ რეალურად ბევრს აკეთებს. დაახლოებით 3 წლის განმავლობაში 300 დრონი ირანისგან მიღებული გარკვეული დახმარების გამოკლებით მიუთითებს იმაზე, რომ კრემლი დიდად გულუხი არ არის. მე ვივარაუდებდი, რომ რუსეთი ძირითადად კუბაში აგზავნიდა ზედმეტი მარაგის ყველაზე უხარისხო ნაწილს, მოძველებულ მოდელებს, რომელთა წინააღმდეგაც უკრაინამ უკვე შეიმუშავა თავდაცვითი ზომები. მიჭირს წარმოვიდგინე, რომ კრემლში ვინმე სჯეროდა, რომ ჰავანასთვის უმაღლესი ხარისხის მასალის გადაცემა კარგი იდეა იქნებოდა. ეხლა ყველაზე გავრცელებული არგუმენტი, რაც ინტერნეტში მინახავს იმის შესახებ, თუ რატომ აკეთებს ამას რუსეთი, არის ის, რომ კრემლს სურს შეერთებული შტატების თავდაცვა შიდა მიმართულებით დაკავებული იყოს. ეს ნიშნავს, რომ უკრაინისთვის ნაკლები დახმარება ან ნაკლები გაყიდვები იქნება ნატოს ქვეყნების მეშვეობით, რაც რეალურად ყველაზე მეტად აინტერესებს რუსეთს. ეს ასევე ნიშნავს, რომ ირანის რეგიონული მოწინააღმდეგეებისთვის ნაკლები გადაცემები იქნება, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია იმ ქვეყნისთვის. როგორც წესი, ეს საუბარი პატრიოტებზე გადადის, რაც არის მთავარი სისტემა, რომელზეც უკრაინაც და სპარსეთის ყურის მოკავშირეებიც ბალისტიკური რაკეტების ჩამოსაგდებად არიან დამოკიდებული. სამწუხაროდ, აქ არსებული ლოგიკა აძლიერებს იმ მუდმივ მცდარ აღქმას, რომ პატრიოტები უპირველესი როლესი საშუალებაა დრონებისგან თავდაცვისთვის. ისინი არასდროს ყოფილან ასეთი. ისინი გამოიყენეს საგანგებო შემთხვევებში სპარსეთის ყურის რეგიონში ამ მიზნით. უკრაინამაც გამოიყენა ისინი მაღალი ღირებულების ობიექტების დასაცავად. მაგრამ ეს გამონაკლისებია და არა წესი. შაჰედები ნელებია. მათ 2 საათი დასჭირდებოდათ კუბიდან მაიამიმდე მისასვლელად, რაც ფლორიდის სამხრეთ წერტილთან განლაგებულ მორიგე გამანადგურებლებს საკმარის დროს მისცემდა, რომ აფრენილიყვნენ და შეეჩერებინათ ისინი.
ტეხასის ყურის სანაპიროს ნავთობის ინფრასტრუქტურაზე დარტყმის იდეაც აბსურდულია. ამას შაჰედის ფრენისთვის 10 საათი დასჭირდებოდა. თუ აშშ-ს საჰაერო ძალებს მხოლოდ იმის ხურება შეუძლიათ, როგორ იწვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები, მაშინ აშშ-ს მთავრობამ შეიძლება პირდაპირ იქვე თავადვე დაიშალოს. პატრიოტებს რომ თავი დავანებოთ, აშშ-ს ტერიტორიაზე დრონების თავდასხმის შესაძლებლობა აიძულებს სამხედროებს რესურსები ქვეყანაში შეინარჩუნონ. ეს მცირე გავლენას მოახდენს აშშ-ს დანაყოფების განლაგებაზე სხვა ადგილებში, მაგრამ ვფიქრობ, ესეც რაღაცაა. რეალურად სულ მცირე რუსეთისთვის მიზანი აქ არის მინიმალური ძალისხმევით თადოს მოკავშირის მხარდაჭერა რეგიონში. თუ კუბა შეეძლებოდა გაენადგურებინა მნიშვნელოვანი აშშ-ს ინფრასტრუქტურა, კიდევ ერთი სპეციალური მადუროს ოპერაციის პასუხად, მაშინ ვაშინგტონი ამ სტრატეგიას არ აირჩევდა. ეს არის ის, რაც რუსეთს მოეწონებოდა და ამიტომ შეიძლება ეს ინვესტიცია ღირდეს. დაბოლოს, მოდით განვიხილოთ მოსაზრება, რომ დრონების რევოლუცია მცირე ქვეყნებს აძლევს სარგებელს. დიახ, ერთი შეხედვით, დრონები მცირე ქვეყნებს აძლევს ისეთ არჩევანს, რაც ადრე არ ჰქონდათ. და დიახ, ის შეკავების ფუნქცია, რომელიც ერთი წამით ადრე ავწერე, ნამდვილად სასარგებლო იქნებოდა. აღმოჩნდა, რომ ავტოკრატ ლიდერებს ურჩევნიათ, შეერთებულმა შტატებმა ვერ შეძლოს თითის გაკვრით მათი ხელისუფლებიდან მოცილება. თუ ეს მხოლოდ სუსტი ქვეყნების მიერ შაჰედის ტიპის დრონების აშენების და მათი სურვილისამებრ გამოყენების საკითხი იქნებოდა, მაშინ სარგებელი ერთმნიშვნელოვანი იქნებოდა. პრობლემა ისაა, რომ დრონებს უბრალოდ ვერ ააშენებ ისე, რომ არსებული წესრიგის დამცველი ძალები არ გააღიზიანა. და ეს ხელს უწყობს პრევენციულ ქმედებებს, ძვირადღირებულ ომს და არაეფექტურ შედეგებს ყველასთვის, სულ მცირე გარკვეულ გარემოებებში. იმავე დღეს, როცა კუბის ამბავი გავრცელდა, ჩემს მეორე არხზე გამოვაქვეყნე ლექცია შეიარაღების კონტროლის შესახებ, როგორც ნაწილი საერთაშორისო ურთიერთობების შესავლის პლეილისტისა, რომელიც იქ მოქვს. არ მინდა აქ ყველაფერი თავიდან გავიმეორო, მაგრამ იმ ლექციის ძირითადი გაკვეთილი ახლა აქტუალურია. მოკლედ, იარაღის შექმნა ისეთივე არაეფექტურობას იწვევს, როგორც ომი. ამიტომ მოლაპარაკებებით მიღწეული შეთანხმებები პრინციპში ორივე მხარეს უკეთეს მდგომარეობაში უნდა ტოვებდეს. ფაქტობრივად მოწინააღმდეგეებმა პოტენციური იარაღის გამავრცელებლები ისე უნდა აღიქვან, თითქოს იარაღი უკვე შექმნილია. ასე მოქცევის შემთხვევაში პოტენციური იარაღის გამავრცელებელს აღარ ექნება მიზეზი რეალურად შექმნას ეს იარაღი. მოწინააღმდეგისთვის სარგებელი ის არის, რომ შეთავაზება შეიძლება ოდნავ შემცირდეს, რათა გამოიყენონ ის ფაქტი, რომ გამავრცელებელმა რეალურად აგადაიხადა არანაირი ხარჯი. ერთ-ერთი გზა, როგორაც მოლაპარაკების გზით მიღწეული შეთანხმებები შეიძლება დაიშალოს, არის ის, თუ მოწინააღმდეგეს ვერ ამჩნევს, რომ შეიარაღების გადაწყვეტილება მიღებულია. თუ პრევენციული ომი რეალურ შესაძლებლობად ითვლება, შეიძლება უფრო იაფი იყოს პრობლემის სამხედრო გზით მოგვარება, ვიდრე შეიარაღების გამავრცელებლის მოტივაციის გამოსყიდვა ახალი იარაღის პროგრამის დაწყებისთვის. რაც უფრო ცუდია, პრევენციული ომის მუქარა ვერ შეაჩერებს შეიარაღების გამავრცელებელს ფარულად შეიარაღების შექმნის მცდელობისგან. ეს კი თავის მხრივ წაახალისებს მოწინააღმდეგეს, წამოიწყოს პრევენციული ომები, მაშინაც კი როცა არ იცის, არსებობს თუ არა გასანადგურებელი იარაღის პროგრამა. შედეგად ყველაფერი კატასტროფით მთავრდება. კუბური დრონების დილემა განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რადგან იარაღი საიდუმლო დანიშნულების ადგილზე მიტანა ძალიან მარტივია. ისინი პატარაა, ამიტომ კუბისთვის მათი შეძენის შეჩელების ერთადერთი რეალური გზა არის კუნძულის სრული ბლოკადა, კუბის პორტისკენ მიმავალი ყველა ხომალდის შემოწმება და წესის დამღები ნებისმიერი პირის დაკავება. ეს არ არის პრევენციული ომი კინეტიკური თვალსაზრისით, მაგრამ მაინც ძალიან ძვირადღირებული ზომაა ყველა ჩართული მხარისთვის. და ყოველთვის არსებობს შიში, რომ შეერთებულმა შტატებმა შეიძლება რეჟიმის შეცვლა პრობლემის უფრო იაფ და გრძელვადიან გადაწყვეტად მიიჩნიოს. თუმცა ამას მე უფრო მომავალში მოსალოდნელ საფრთხედ ავიქვამდი, ვიდრე ამჟამინდელად. 300 დრონი, რომლებიც კუბაში გაიგზავნა, სავარაუდოდ არაფერს სერიოზულს აწარმოადგენს. და თუ დაზვერვის მონაცემებით არ არსებობს ინფორმაცია, რომ კუნძულზე გაცილებით მეტი რაოდენობის დრონი მიემართება და ეს დრონები უფრო თანამედროვე მოდელებია, მაშინ საფრთხე შეერთებული შტატებისთვის მინიმალურია. გარდა ამისა, ძნელი წარმოსადგენია, როგორ შეძლებენ რუსეთი ან ირანი ესეთი დახმარების გაწევას, მათი მიმდინარე მდგომარეობიდან გამომდინარე. ამიტომ სტრატეგიული თვალსაზრისით ამ საკითხს მოგვიანებისთვის ვინახავ. თუმცა შეიძლება უნდა შევინარჩუნო ეს გონებაში ასეთ შეშოშის პოლიტიკური მიზნებისთვის. არსებობს ბევრი ვარაუდი, რომ ეს იყო ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ნებადართული გაჟონვა. ფაქტობრივად, თეთრი სახლი ცდილობს საზოგადოებრივი მხარდაჭერის მოპოვებას რეჟიმის შეცვლისთვის და ეს ნარატივის ფორმირების ნაწილია. არ ვიცი, შეიძლება ეს მართალია. მაგრამ ამას ვიტყვი. მე 5 წუთი დავხარჯე იმაზე ახსნაში, თუ რატომ არ იძლევა ეს ანგარიში საკმარის დეტალებს იმის დასამტკიცებლად, რომ ეს აშშ-ში შიდა ტერიტორიისთვის სერიოზული საფრთხეა. ეს არ იქნებოდა ის, ასაც გავაჟღერებდი, თუ მართლა მინდოდა კუბაში შეჭრისთვის მხარდაჭერის მოპოვება. ან უფრო სერიოზულ ინფორმაციას გავამჟღავნებდი შაჰედებზე, ან თუ ეს მიწოდებები უბრალოდ კვადროკოპტერებია, არაფრის გაჯონვას არ შევეცდებოდი.
როგორც გინდათ ისე მიიღეთ ეს. და თუ უკვე საუბრობთ შეხედულებებზე, რა არის ჩვენი დღევანდელი მთავარი დასკვნები? კუბა კიდევ ერთხელ დგას პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისის ზღვარზე. ზოგიერთი რუსული და ირანული დრონი კუბამდე მიაღწია, მაგრამ არაფერია გახმაურებული, რაც მიანიშნებს, რომ ისინი სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენენ შეერთებული შტატებისთვის. რუსეთი და ირანი შესაძლოა ამას ცდილობენ, რათა აშშ-ის თავდაცვა უფრო ახლოს იყოს საკუთარ ტერიტორიასთან. თუმცა ეს სტრატეგია ისეთი ეფექტური არ არის, როგორც შეიძლება ჩანდეს. აქ პრევენციულ ომთან დაკავშირებით სერიოზული შეშფოთებაც არსებობს, რაც მომავალში უნდა გავითვალისწინოთ. ამასობაში თუ გსურთ მეტი გაიგოთ შეიარაღების კონტროლის იმ სცენარის შესახებ, გადახედეთ ზემოხსენებულ ლექციას. ეს ბევრად უფრო რთულია, ვიდრე აქ ავხსერე, რადგან შეიძლება გამოიწვიოს როგორც შეცდომით დაწყებული პრევენციული ომი, ასევე წარმატებული ძალაუფლების გადანაწილება. თუ მოგეწონათ დღევანდელი ვიდეო, გთხოვთ მოიწონეთ, გააზიარეთ და გამოიწერეთ არხი და შემდეგ ჯერზე ისევ გნახავთ. იყავით კარგად.